მოგესალმებით მეგობრებო, ბატონი გიორგი კახიანი მებრძანდა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების წევრი და დიდად მადლობთ რომ მოვძანეთ. ალბათ რომ მომიწევთ. ჩვენ გუშინ წინ ვიზეიმე თუ არ ვიტყვით, მაგრამ დიდი კმაყოფილებით ქართველი ერის დიდმა ნაწილმა აღნიშნა პატიმარ სააკაშვილის გადაბრძანება, სადაც ჯერ არს იქ მიბრძანება და უკვე დაიწყო პროვოკაცია მან შესთხოვა ზელენსკის, წარმოიდგინეთ აბსურდი მეგობრებო, შესთხოვა ზელენსკის, ეს ხო პუტინის ტყვი არის პირდაპირ. პუტინისთვის შეთავაზება რომ სააკაშვილი გაიცვალოს რუს ტყვეებში, რომელიც უკრაინელებს ყავს. ანუ ხვდებით ახლა ეს რა სიგიჟია რა. ნუ საკუთარ თავს უწოდა ქართული სახელმწიფოების სიმბოლო და ასე შემდეგ. არის თუ არა მნიშვნელოვანი ჩემს რიტორიკულ შეკითხვას გაძლევთ, მაგრამ აი ეს გადაყვანა არის თუ არა მნიშვნელოვანი ნაბიჯი? არის ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. თქვენ უბრალოდ მინდა რომ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით მაყურებელს. მე ასე არ ვიტყოდი რომ მნიშვნელოვანი ლოგიკური ნაბიჯია, ლოგიკური განვითარებაა პროცესების, თუ კიდევ დაგვიანებული არა, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აი ხა როგორც კი გადაყვანა მოხდა სააკაშვილის პენტენციურ დაწესებულებაში, ანუ რა თქმა უნდა ხა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაიწყეს რომ ეს იყო პოლიტიკური რაღაც ზეწოლა, პოლიტიკური დემა და ასე შემდგომ. მაგრამ მე რასაც ვაკვირდებოდი აი საზოგადოების დიდ ნაწილში გაუგებრობას კიდე რბილად ნათქვამია, უკმაყოფილებას იწვევდა ის რომ ნუ ახლა ყველა ხედავდა რომ გამოჯამრთელებული იყო ის ადამიანი და გამოდიოდა ტელევიზიით და ნუ ესე ჩვეულებრივად აქტიურად ცხოვრობდა. საკმაოდ აქტიური იყო და ეს კითხვა შთებოდა რომ ესა თუ ჯამრთელია რა უნდა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ ახლა ხელისუფლება ბუნებრივად ვერ მიიღებდა ვერანაირ გადაწყვეტილებას თვითონ სამკურნალო დაწესებულების შესაბამისი დასკვნა თუ არ იქნებოდა, ხო და მას შემდგომ რაც ახლა სამკურნალო დაწესებულებამ თქვა რომ უკვე აღარ შეიძლება გადაყვანა მკურნალობა, ნუ ამის შემდგომ ბუნებრივად ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გადაყვანილი იქნა, უსხვანაირად არ შეიძლებოდა რომ მოხდა. რატომ აღნიშნე ეს ამბავი? მე შეგახსენებთ, როდესაც ის ჩაჯდა ციხეში და შემდეგ თავი წაიქცია და ყოველდღე სამართლინო ქმედება განახორციელა, ნუ თავარსარდალი ყოფილი თუნდაც რო იტყვის რომ ქართული ენა არ ახსოვს და არ არის ქართველი და თარჯიმანი მინდაო. ეს იყო, ნუ რაც მოსალოდნელი იყო მისგან უთამოყარეო ადამიანისგან. და თავიდან მქონდა რა, ალბათ ფულიც მქონდა, ხარდამჭერების უფრო მხნედი იყვნენ და რაღაცას მქონდა, ჩანდა ხარდაჭერა, ჩვენ შეგახსენებთ რომ იქაურ ფირმაში, რომელიც PR-ს ეწეოდა, ფულია გადახდილი ძალიან დიდი, ეს თვითონ იქაურ ფარაშიც გამოჩნდა ამერიკულში და ასე შემდეგ. ეხლა რომ გადაიყვანეს, ძალიან უღიმღამოდ შეხვდნენ მისი მომხრეებიც კი. შესაბამისად, ყავლი გაზდის ამ ყველაფერს. ოპოზიციაზე უნდა გელაპარაკოთ, აი ამ პატარა ისტორიის შემდეგ. ოპოზიციას მართლაც საბოლოოდ გაზდის ყველანაირი ყავლის ცენზი არანაირი არ აქვს. მისი უხარე მომხრეებიც კი აი ხო ხედავთ, არ რეაგირებენ წესით მათთვის ტკივნეულ რაღაცებს. ესეა ფაქტია რომ ესე არის. ახლა სააკაშვილი აი ბოლო პერიოდში მე მგონი თვითონ ნაციონალურ მოძრაობაშიც აღარ ახსოვდათ მაინც და მაინც აი ვერც მოისმენდი რაღაც საპროტესტო განცხადებებს რომ აი სააკაშვილი რატომ იმყოფება იქ სადაც არის და ნუ ცხადია რომ ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ არც რაიმე რეიტინგი აქვს და არც რაიმე მხარდაჭერა, ასე რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასაც არც რაიმე რეზონანსი ვერ მოყვებოდა. ეხლა ერთი ორი განცხადება მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან და ეს არის და ეს თორე ყველა ხვდება რომ მისია იგი დღეს იმყოფება და არის იქ სადაც უნდა იყოს, ხო, ყველა ლოგიკით. ახლა ის მთელი ის აი სპექტაკლი რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, ესეც ხო გასაგები არის, ხო ეს ყველაფერი იყო აი ხელოვნურად შექმნილი რაღაც სურათი, რომელთაც საზოგადოებისთვის უნდათ ეჩვენებინათ, რომ აი თითქოს სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ლამის ხელისუფლება კლავს და ასე შემდგომ. მაგრამ ნუ არ იმუშავა ამან, საზოგადოება ყველაფერს სწორედ ხედავს. და ნუ და ყველაფერი დასრულდა ისე როგორც ლოგიკურად უნდა დასრულებული იყო. ასე რომ არც რაიმე პროტესტი მოყოლია ამას და არც რაიმეს მომავალში ველოდები რომ რაიმე მოხდა. მაშინ ასეთ გონებრივ კონსტრუქციას შემოგთავაზებთ. ჩვენ ახლა ძალიან მალე მოწმენი გავხდებით დიდი ალბათობით რომ ნაციონალური მოძრაობა განშტოებებით თუ დაიგრძალება. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ჩემი შინაგანი წვენა ასეთია.
და ეს არ რეაგირება, ანუ ნიჰილიზმი 4 ოქტომბრის მერე განსაკუთრებით ხალხში მათ მომხრეებშიც კი უფრო იოს გახდის ახსაქმელად აი ამ პროცესს მათი აკრძალვას. შეიძლება ვიღაცებმა ოპოზიციაში იფიქრონ, რომ ძალიან კარგი თუ ეს აიგზალება, იქნებ მოვიდეს ჩვენი ინტერესების უკეთ გამომხატველი პარტიები, იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის უდიდეს ნაწილს არ უნდა და ის სიგიჟე, რაც ამდენი ხანი ხდებოდა რუსთაველს. არ უნდა არც რევოლუცია, არც აჯანყება, ამბოხება, თუნდაც მშვიდობიანი. და იქნებ მათ გაუხარდეთ კიდევაც მოეწონოთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა და ასე შემდეგ. ნუ მეც დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ნაციონალური მოძრაობა. და იმადროულად სიმართლე გითხრათ, მეც ესე ვფიქრობ, რომ მათ შორის აი ოპოზიციურ პარტიებშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ისეთი იქნება, ეხლა რომ ამას ღიად ბუნებრივი არ იტყვიან, მაგრამ ბევრი ისეთი იქნება, რომელიც გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა რო არ იყოს საერთოდ აი პარტიულ სისტემაში, ეს იქნება მათთვისაც კარგი, სავარაუდოდ, იმიტომ რომ დღეს რა პრობლემა აქვს ამ პარტიულ სისტემას, რომ აი ამ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ აღებული აი ეს სივრცე, რასაც ოპოზიციური სივრცე ქვია და რაც ვერ არაძლევენ საშუალებას სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ ეს სივრცე დაიკავონ, ხო? არა და ისინი ამას იყენებენ რადიკალიზმისთვის, დესტრუქციისთვის, არეულობისთვის, ქაოსისთვის, ანუ მავნებლობისთვის, რბილად რო ვთქვათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეხლა ამას ბევრი ხედავს, ამას ოპოზიციაშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი აფასებს. ამიტომ მე მართლა არ გამოურიცხავ, რომ მათ შორის ოპოზიციურ პარტიებშიც ისეთებიც იქნებიან, რომლებსაც შეიძლება გულის სიღრმეში ფიქრობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება კარგიც არის და მათთვისაც ესე კარგი იყოს და ის რომ ეხლა ეს ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის, პარტიული სისტემისთვის კარგი იქნება, იმიტომ რომ აუცილებლად როგორც კი აი ეს ესე ვთქვათ ვაკუუმი გაჩნდება, ხო, აი ამ პარტიულ სივრცეში აუცილებლად გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ამას დაიკავებენ და მე იმედი მაქვს, რომ ისეთი ძალები იქნება, რომლებიც შეესწებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერას და ფაქტია, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას აი ესეთი დესტრუქციული ქმედებები და ესეთი რადიკალიზმით, როგორც ნაციონალური მოძრაობა ეწევა და ეწეოდა, ასეთი ნაბიჯებით ვეღარ მიიღებ, ხო? აი, აქ მინდა კიდე გავანალიზოთ მეტი. ანუ რა თქმა უნდა საქართველოში არის ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, ოპოზიცია არ არის, საოცარი ვითარება იქნება, როცა ბაზარზე მოთხოვნილება არის და ბაზარის ეს მოთხოვნილება ესე დავარქვათ, არ კმაყოფილდება, ვერ კმაყოფილდება. თუმცა იმ ადგილს ჩაფრენილია, თავისი მედიებით, თავისი კორუმპირებული სქემებით ჩაფრენილია ყოველად ურეიტინგო საზოგადოება, ასე ვთქვათ. ნუ ეს რო აღარ იქნება, რა თქმა უნდა მოვიდეს ხალხი. ჩვენი საქმე, თქვენი მით უმეტეს არ არის უკარნახოთ როგორები უნდა იყოს, მაგრამ მოდით ვიფიქროთ, აი წარმოვიდგინოთ არა კონკრეტულად პარტიებზე, რომელიმეზე, თუნდაც მომავალზე, არამედ ზოგადად აი როგორი უნდა იყოს ეს ოპოზიციური პარტია, თქვენ პოლიტიკოსი ხართ პროფესიონალი, რომელმაც შეიძლება აი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ნდობა დაიმსახუროს. ჩემი აზრით გიჟები ნაკლებად უნდა იყვნენ, რეალისტები უნდა იყვნენ, არ უნდა დააბრალონ ხელისუფლებას ის, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, თავის ცოდვებიც აქვს, როგორც ყველა ხელისუფლებას, თუნდაც საუკეთესოს და უნდა იყოს ქართული პოლიტიკური ძალა, ქართული საქართველოს ინტერესებს მორგებული. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ განარჩევთ თუ შეიძლება. ნუ პირველ რიგში რას ვიტყვი, რომ ოპოზიციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი რამ. ნებისმიერი დემოკრატიული მოწყობისთვის, ხო და მათ შორის ხელისუფლებისთვისაც კონსტრუქციული ოპოზიციის ყოლა მისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ესე უყურებთ ჩვენ სწორედ ოპოზიციის გაერთიანებას, მაგრამ ნუ სამწუხაროდ დღეს ეს არ აქვს, ხო? ეხლა ის ოპოზიციას რა ფუნქცია აქვს? ოპოზიცია თუ ის არის კონსტრუქციული და კომპეტენტური, რაც თავარია, ხო? აი კომპეტენციასაც ვეღარ აუჩენ უკვე მე აი ამ რადიკალებს, იმიტომ რომ კომპეტენცია რაში გამოიხატება? ქვეყნისთვის საჭიროებო საკითხებზე მსჯელობა, დისკუსია, დებატები, აი ეს პროცესი უნდა არსებობდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამას დღეს საზოგადოება ვერ ხედავს. დღეს საზოგადოება ხედავს მხოლოდ რას, რომ იქ რევოლუციებისკენ მოწოდება, გადატრიალების მცდელობები, იქ საპროტესტო აქციები და ასე შემდგომ. მაგრამ აი კონკრეტულ ის საკითხებზე, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება თქვა სოციალური საკითხები, განათლების სფერო, ვიცი, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, საგარეო, უამრავი თემა არის, რომელზეც საჭირო არის მსჯელობა
მკვლელობა, დისკუსია და ხელისუფლებასთან ოპონირება. ჩვენ დღეს პარლამენტშიც მე ამას ვერ ვგზნობ საერთოდ ვერავისგან, იმიტომ რომ არ აქვს როგორც ესეთი ოპოზიცია. ერთადერთი უნდა, ხო, როცა არ არის რა უნდა ქნა, ხო. ხო, ნუ გულისხმობ ამ რადიკალურ ძალებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. და ამიტომ ეხლა როდესაც ეს არ არის, ხო, ეს ამას ჩვენ ვერ იღებ, ხო, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, ნუ ბუნებრივია ეს სივრცე არის აუცილებლად შესავსები და ნუ მე იმედი მაქვს რომ მათი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების შემდგომ ესეთი პოლიტიკური ძალების გაჩნდებია. ნუ ის დებატების რეჟიმი, ეს დისკუსიები ეს აუცილებელი არის საპარლამენტო ცხოვრებისთვის, თუმცა ნუ ახლა მოგეხსენებათ რომ აი ასე ვთქვათ ამ რადიკალურ პოლიტიკურმა ჯგუფებმა არის სარგებლეს უფლებით, რასაც პარლამენტის წევრის სტატუსი ჰქვია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 60-61-ნი იყვნენ, ხო, თავიდან, როდესაც არჩევნები ჩატარდა 61 იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ხო, რომლებიც ნუ ნაწილი შემოვიდა მხოლოდ ეს ბოლოს 12 გახარიას პარტიის წარმომადგენლები. ისინი რომ შემოსილ იყვნენ და მართლაც მათ ეს თავისი ეს სტატუსი იმისთვის კი არ გამოეყენებიათ, რომ აი ბოიკოტირება მოეხდინათ და აი ამაზე ის გავაგრძელოთ, მაგრამ ეს რა სიგიჟე იყო? ისეთი განცდა მაქვს, რომ უბრალოდ ქართული ოცნების ლიდერთა თხოვნა გაიზიარეს, ან ისეთი სიგიჟე გაგეს, როცა არ შემოვიდნენ. ეგ რა იყო? აი მეც ვერ ვხსნი ხშირად მათ მოქმედებას, იმიტომ რომ აი შეიძლება იფიქრო, რომ აი ჩვენ რაღაც ჩვენ ინტერესი შეიძლება იყოს სუბიექტურად რომ შეხედო, ხო? ისე იქცევიან. აი არა მხოლოდ ეს, აი თუნდაც 4 ოქტომბრის ის მომენტები რა იყო, აი რაღაც უაზრო მოქმედებები. არა, აზრიანი ოღონდ ოცნების სასარგებლოდ წარმართული. ხო, ანუ ძალიან აზრიანი. თითქოს ჩვენი დაგეგმილი ყოფილიყოს რაღაც, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ნუ ეს რაზე მეტყოლებს. ეს მე თუ მკითხავთ რა არის, იცით რომ თავიდანვე სიყალბეზე ააგეს თავიანთი პოზიციები. ხო, აი ეს ბოლო იმას რო გადავალოთ, აი ბოლო ეს საიდან იწყება? ანუ ეს ბოლო პროცესები იწყება იქიდან რომ არჩევნებზე თქვენს რომ არჩევნები გაყალდა. რომელ არჩევნებზე? ყველა არჩევნებზე მაგას დახება. აი ეხლა ამ შემთხვევაში ბოლო არჩევნები 2024 წლის არჩევნებს ეს საპროტესტო აქციები და ყველაფერი მაქედან მოდის და დღემდე ირჩევენ. ერთ-ერთი საფუძველი ვერ წარმოადგენს. ერთ-ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენს, დღემდე ითხოვენ რიგარეში არჩევნებს. ეს არის ხო მათი მთავარი მიზანი, რომ რიგარეში არჩევნები. არა, მეგონი დამხობას ითხოვენ პირდაპირ და არ არის რიგარეში არჩევნები. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ ადრე უნდათ, მაგრამ მე დამხობა გადაწყვეტა. დაიყურეთ, აი ამ სიყალბით რო დაიწყეს, ნებისმიერი მათი პოზიცია უკვე დაშენებული არის სიყალბეზე. და იმიტომაც არის რომ აი მე აღმოჩნდებიან ხოლმე აი ამ თავისი ან განცხადებების ტყვეობაში, თავისი რაღაც დაპირებების ტყვეობაში, რაღაც გავკეთებული ვალდებულება უჩნდებათ იმ თავიანთ აქტივისტებსაც, რომლებსაც ატყუებდნენ და რაღაცებს პირდებოდნენ, ხო და ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს გვაძლევს ესეთ სურათს, რომ აი იმდენად ესე ვთქვათ აბსურდულები არიან ხშირ შემთხვევაში თავიანთ ქმედებებში, რომ ამის ახსნაც კი რთული არის, ხო აი რატომ აკეთებენ ამას. სიყალბეზე ერთ-ერთი ფაქტია, აი გავუშვით ფოტო. ეს ფოტო დადეს, რა თქმა უნდა რა რუსთავიორმა მათ მედია ავრცელებდა, რომ ბულდოზერებით გადაუარეს ახლა დაშენებულ ეკლესიას და ეს არის ბულდოზერებით გადაუარეს. და ხანი გააკრეთ თუ შეიძლება მე გაჩვენებთ რა იყო, რისი დემონტაჟი გააკეთა მერიამ სრულად კანონებს და ეს იყო. ამას ეძახდნენ აშენებულ ეკლესიას, ხო? აი ის რაც ნახეთ თქვენ. აი ეს იყო, ხო, იცი რა არის? მე მესმის, რომ ძალიან დიდი სურვილია, რომ ხდება ესე, რომ ადამიანი როგორიც არის, სხვას დააბრალოს. ხო? არის ესეთი ცნობა, მაგრამ 21 საუკუნის 20-იანი წლებია. ჩვენც გვაქვს საშუალება, რომ ფოტო გადავიღოთ, არქივი იქონიოს მერიამ თუნდაც და აი ეს გააკეთოს, ეს ხალხს უთხრას, ეს შეადაროს. ხო და ეს ბუმერანგივით უფრო მტკივნეულად უბრუნდებათ, ეს სიცრუეზე გამახსენდა. საბოლოო ჯამში ეგრე სრულდება. ხო, რა თქმა უნდა, აი ერთ დღიანი ტყუილიც არ არის რა. ნუ ხშირად არის ხოლმე რომ ცოტა შეიძლება ერთი დღე არ იყოს იმ დეзинფორმაციის განეიტრალებას, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ამას ყოველთვის ვახერხებთ და იმადროულად საზოგადოებაც უკვე ისე გაერკვა ყველაფერში. ისე გაერკვა ყველაფერში და ეს რაღაც ცნობიერებაც იმდენად გაზრდილია, რომ ბევრ ამას ისედაც ხდება უკვე საზოგადოება ჩვენი მხრიდან, თქვა სიმართლის მიწოდების
ფერლის გარეშეც, იმიტომ რომ ლოგიკურად ყოველთვის შეიძლება ეხლა აი თუნდაც ეს ინფორმაცია ხა თქვენ რა თქვით რომ თვითონ ეკლესია დაანგრიესო ესეთი რაღაც ბულდოზერები დაანგრიეს. აი ხა ვინ დაიჯერებს ეხლა ჩვენ ხელისუფლებაზე რომ თურმე ჩვენ ბულდოზერები დავაგრიეთ ეკლესია. ხო აი ესეთი ინფორმაციას რომ მოისმენ ეხლა თუ ლოგიკურად აზროვნებ ადამიანი დაფიქრდები ხო ეხლა ეს სიმართლე არ იქნება ხო? და აი ესე თვითონ აქვს გაკეთებული ნაცებს ეგ კაცო. თვითონ გაკეთებდნენ ამას კი როგორ იმ ბათუმთან დაანგრიეს მართლა ის ეკლესია და მეორე დღეს ჩამოინგრა მე მგონი ქობულეთის თუ მახინჯაურის გამგეობა და ღმერთის ნიშანი ყვა რა იყო მახსოვს კარგად ციხეში ვიყავი უყურებდი რომ როგორ ანგრევდნენ აი ამ რაღაც გაკეთება უნდა და სააკაშვილს იქ თაზე ტირალაზე მე მგონი თუ არ ვიცი სად ხო ნუ დაანგრიეს მშენებარე ეკლესია ბულდოზერებით ანუ თვითონ რასაც აკეთებენ შეგაბრალებენ ოღონდ ძალიან ხანმოკლე ტყუილია იმიტომ რომ ყველაფერი საბუთი არსებობს მტკიცებულებები არის რომ ამხილო ბევრ სხვა რაღაცაში აგერ მოდი პირდაპირ სააკაშვილის кейსში ავიღოთ ხო გაირკვა მე ფარამ გაარკვია ამერიკულმა რომ ფულს იხდიდა ეს გაჭირვებული სიცრუეში ისი გატანაც უნდოდა კი ყველაფერი ქვეყნის გარეთ რაც ხდებოდა ეს იყო ლობისტური კომპანიების მიერ წარმოებული რაღაც პოლონელი მედექსპერტი რომ წინდაში მალავდა მის თმას და ეს ხო აი კასკადი იყო ტყუილების და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია აი მაგაში მართალი დანდებით რომ ნაყოფი აი ძირი ფესვი იყო ტყუილის და ვერ აღმოცენდებოდა იქიდან ვერანაირი ყველაფერი ამაზე აქვს დაშენებული აი მაგალითად საგამოძიებო კომისია შეიქმნა რატო ვერ მოვიდნენ ერთი იმიტომ რომ როგორც ჩანს შიშის ფაქტორიც მუშაობდა მაგრამ მეორე იძახია რომ არალეგიტიმურია არალეგიტიმური რატომ არის იმიტომ რომ დაიწყეს იმით რომ არჩევნები გაყავდა არა და არ გაყალბებულა არჩევნები ეს თვითონ თავიანთ ამ მომხრეებსაც რომ ამას აჯერებდნენ რომ არჩევნები გაყავდა ბუნებრივია ვერ გადაადგამდნენ მე იმ ნაბიჯს და ვერ შემოვიდოდნენ ხო პარლამენტში თორემ მე მაგალითად აი ასეთ ინფორმაციები არის და ეს ჟურნალს ეს ინფორმაციები რომ თვითონვე ამბობენ ამას ხვდებიან ამას რომ შეცდომა იყო რომ პარლამენტში არ შემოვიდეს აი ამიტომ რაზეც ამბობ უბრალოდ სხვანაირად ვერ იმოქმედებდნენ აი მადამ დე პაპადური რო არის პრეზიდენტს რო უძახიან ნუ ისეთ სიგიჟია გარკვეულწილად ეხლა ლაივში უთქვია ეგეთი რაღაცა რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ეს რა თქმა უნდა პირველი ავრცელებს შესაბამის კითხვის საფასურო ტექნიკური მთავრობის საჭიროებაზე ისაუბრა. აი ეხლა ამას ვინ უსმენს? განაცხადა რომ ქართული ოცნების რეჟიმის დაანგრევის შემდეგ საჭირო იქნება პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა. სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. აი ხა ეს თვითონ მატორორჩებია საკუთარ თავთან ოპოზიცია წოდებული ტიპები ციხეში ხო ხედავენ ვიღაცები გარეთაც დარჩნენ საკუთარ თავს არ უსვამენ შეკითხვას ეს ხალი რატო ავიკიდეთ ეს შარი ეს გიჟი ეს ხო ნუ საქმეც მაგაშია რომ ნუ ეს ხო პრობლემა ზურაბიშვილის იმედად იყვნენ ერთი პერიოდი ხო ну როგორ ეს რომ რეალურად არაფრის შემცვლელი და არაფრის მომცემი იქნებოდა მისი ჩართულობა ეს ხო გასაგები იყო მაგრამ ну აი წყალწაღებული ხავს ეკიდებოდა ალბათ ეს თემა ხავსი არ არის ჩემო კარგო ეს სიგიჟია უბრალოდ ეს ყველა ვიცით ამ ქალის თავისებურებები ფსიქიკური თავისებურებები ეს ვერ გაკაჩავდა ამ თუნდაც ფსევდო პრეზიდენტის როლსაც არაფერი არ გადადგა როცა საჭირო იყო რომ ფეხებით ხელებით ჩაბღაუჭებოდა სკამს და რამდენი მივიდა სეირის საყურებლად რომ სპეცნაზი გამოათრესო ადგა და გაუწდა და გამოვიდა ყველა კრიტიკულ სიტუაციაში მიშა არ შეიწყალა ხო რასაც წესით უნდა მათი სატაყვანებელი რომ ყოფილიყო ხო და არაფერში არ წერა არ ვარგია არც სახში არც გარეთ უბრალოდ აი ასე აგრძელებენ ამის ხარდაჭერას ეს რაღაცა მე მგონი თვითონაც აუმხედრდნენ ხა ბევრი პარტიებში აი ბურჭულაძე რო აკეთებდა გადატრიალებს აი ხა ეგ შეიძლება ესეც ხო ფსიქიკური გადახრაა ნუ ხო ესეც ჩემთვის იმართლა გითხრათ ცოტა ამოუხსნელიც არის ხა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა ნუ მისი განცხადებები და ის მოლოდინების შექმნა რომელიც შეუქმნეს თავის ამენაერად აი ხო ლოგიკას ნახოს ხო ვარ ლოგიკურად აუხსნა ყველაფერი რო გვიჭირს ეგ აი რაღაცა ნაბიჯები ქართულ პოლიტიკურ წარსულში რომელიც ვიცით ჩვენ და უყურებთ პროფესიულად ამდენი ხანი ნუ
გასაოცარი ნაბიჯებიც კი რაღაც გარკვეული ლოგიკით იხსნება, ხო? აი ეს რა იყო? ეს ამბოხება, რომელსაც ატარებდა ის ფატა ბურჭულაძე, ხო იცით ვინ არის? აი ამას ვამბობდი სწორედ, რომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ აი ხა სუბიექტურად ახლა მე მაინც ახლა სახელმწიფოებრივად სხვანაირად ვფიქრობდი შეიძლება და მართ სულ არ მომწონს რომ ესეთი ოპოზიცია გქონდეს, მაგრამ აი სუბიექტურად რომ შეხედო, აი ქართული პარტიის სუბიექტურად რომ შეხედო ყველაფერს ამას, აი თითქოს აი ჩვენს ინტერესებში რაც იყო, აი იმას აკეთებდნენ და ისე მოქმედებდნენ. თვითონ დაანონსეს რაღაც რევოლუცია, რომელიც ახლა ყველასთვის ამბოხება, ხო? რევოლუცია არა. მშვიდობიანი ამბოხება. დამხობა. ამას ახლა რა ძნელი მიხვდა უნდა რომ არანაირი ისა რესურსი არ აქვს. მშვიდობიანი დამხობა, ხო, ვერ მოხდებოდა, ამის რესურსი არ არსებობდა. არც ხარდაჭერა ქონდა. მე ისე საუბრობდნენ რომ აი 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავასრულებთ, ხო? ეს რომ ყველაფერი შედეგად რას გამოიწვევდა ეს რაზელი მისახვედრი შედეგად გამოიწვევდა იმას რომ იმედგაცრუებას ის კიდევ ერთ იმედგაცრუებას მათ მხარდაჭერებში რატო მიეტმას ვისაც ეს დააჯერეს და ეხლა თქვენ თუ მკითხავთ ამას რატო აკეთებდნენ მართლა ვერ ვსწავლ იმდენად აი ეს აი როგორ ვიხარ ჩემთვის ეს ინფანტილიზმამდე დასული რაღაც წინა დაპირებები იყო და მოლოდინები თავისებურებით ახსნათ ნუ აი არ ვიცი ეხლა ბატონ გიორგი პრობლემა არ მინდა ესე შევაფასო ხო და სხვანაირად როგორ შეიძლება მე სულ ამბობ რომ გიჟები არიან მე არა ვარ დატვირთული თქვენი ეს არ იყოს რაღაც კორექტულობის მოთხოვნით განსაკუთრებულით მე ვამბობ რომ ეგენი არიან გიჟები თქვენ ამას ვერ იტყვით რა თქმა უნდა მაგრამ აბა სხვა რამე მითხარით აი მითხარით სხვა აი შემეკამათეთ რა როგორ შეიძლება ახლა არ არის ეს მაინდამაინც სასაცილო ამბავი აი დღეს მაგალითად უყურებდი ორი აკაცუკი გამოუშვეს ერთმა მაცივარი გამოიტანა მეორემ ტელევიზორი არ იცევიან ციხეში ეს არც ქურდულია არც კაი ბიჭურია ეს ადამიანურია უბრალოდ რომ გამოდიხარ შენს მიერ ნაყიდი ნივთი საყოფაცხოვრებო დაუტოვე რომელიმე საკას და ზოგან არ არის და ასე მაგრამ ამ მე შევხედე აი ამ ადამიანებს და ოჯახის წევრების ქმედებებს ავათქმედებს არ არიან ბოლომდე თავიანთ ასე ვთქვათ წყობში ყოფი ხალხი ეს არის სოციალური ფსკერი სამწუხაროდ რომელსაც რომ დაპირდები ტელევიზორს შემეცოდნენ რა რომ დაპირდები ტელევიზორს 50 ლარს ისეთი ფსკერიდან არიან ეს ადამიანები სამწუხაროდ აი ეს არის ღარიბ ქვეყანაში ხდება ესე რომ ვერ იჭერს თავს და სიგიჟეებს აკეთებს ამის გულისთვის არა მარტო ფულადად აი თავისთავად რომ დაიმკვიდროს ვიღაცამ რომ მაგარი ხარ უთხრას და სიგიჟეებს აკეთებს და იცით ვინ არის ყველაზე დასაჯელი აი ეს ადამიანები რომლებიც არ შედიან დაპირისპირებაში ქუჩას არ კეტავენ ციხეში არ მიდიან მაგრამ ფულით თუ რაღაცა სხვა წაქეზებით აი ესეთ საბრალო ადამიანებს მიერეკებიან საჯელისკენ რა თქმა უნდა ეს არის ხო სასაცილო ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი ეს პირიქით იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან იქით ამ აი არ შეიძლება ეს უნებრივია ხელისუფლება ყველაზე ზრუნავს რა თქმა უნდა და სულ არ მიხარია როდესაც აი ესეთ ქმედებს მე მოყვება ის რომ ციხეში მიდიან ადამიანები რომლებიც სუსტი ადამიანები იყვნენ ვიღაცის რაღაც ესე ვთქვათ მითითებებს და ეს არის ამ თელ ამ სურათში გულდასაწყვეტი რომ აი ესეთი ისინი გარეთ არიან და ეს საწოდავი ხალხი ხანში შესული ხალხი აი როგორც კანონიერად იჭერენ მე ხო თვითონაც ატყობთ ზოგს ამდენი დაავადება გამოუჩნდება ზოგი ხანში შესულია ზოგი 9 შვილის დედა კარგით ხალხო თუ ესეთი პრობლემები აქვს 9 შვილის დედას არ სიამოვნებს გადი შენ ის 9 შვილის დედის მაგივრად გადი შენ აქრო წამოპლაკურ ხარ მართლა ვიღაც სახეს და გვარს არ ვიტყვი რა არა და აი თვითონ აი კანონის უზენაესობაზე ხშირად საუბრობთ, ხო? აი ეს კანონის უზენაესობის იდეა როგორი რამ არის, რომ როგორც კი შენ რეაგირებას არ ახდენ რაიმე დანაშაულზე, საზოგადოებაში თესავ ნიჰილიზმის განცდას. კანონის უზენაესობასთან მიმართებაში და როგორც კი ესა თუ ის დანაშაული ხდება, რჩება დაუჟელი ის ხვალდაზე გაუცილებლად შეიძლება მოგიბრუნდეს. აი ხა ამჯერად რაც მოხდა ხა ხელისუფლება მოქმედებს კანონის ფარგლებში და ის ქმედებები რომელიც დანაშაულებრივი იყო და როდესაც პირდაპირ მცდელობები იყო, არ ვიცი, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის თუ ასე შემდგომ
სადაც ამის დადასტურება შეიძლებოდა, ყველგან მოხდა შესაბამის დაკავებები, ხო? ანუ ეს ერთი მხრივ რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ გიწევს აი მოგჩენი ქვეყნის მოქალაქეების ასე ვთქვათ, პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ მეორე მხრივ სხვანაირად სახელმწიფო ვერ ეწყობა. ანუ კანონის უზენაესობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ხვალდაზე სხვას ეცოდინება, რომ ანალოგიური შემთხვევა თუ განმეორდება, ამას პასუხისგებლობა მოყვება. ყველასთვის ერთნაირად, თუმცა ამას რატომ ამბობ, იცით, აი წინა შემთხვევებში ეს სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ხდებოდა. ყოველთვის ვერ ხდებოდა ამის აღსრულება. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც აი პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებდნენ მაგალითად პარლამენტში შეჭრაში და იმას იღებდნენ მონაწილეობას. იღებდნენ კიდეც მონაწილეობას და მათ ეს ისე გაზდიოდათ როგორც არაფერი. ეს საბოლოო ჯამში როგორ შედეგს გვაძლევდა, რომ მე ხვალდაზე გიბრუნდება ეს ყველაფერი ბუმერანგივით. ამიტომ ბუნებრივი ასეთ შემთხვევებთან მიმართებაში ჩვენ ვიქცევით ისე როგორც სწორი მოქმედება არის და სახელმწიფოებრივი მიდგომაა. რა თქმა უნდა არავის სიამოვნებს თუმცა არის, მაგრამ ეს აუცილებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო შენობები ვერ მოხდება. რამდენი ადამიანი ავადმყოფობის გამო, გარკვეული პრობლემების გამო, რამდენი ადამიანი გამოუშვეს კაცო გირაოთი და ალბათ ეს თავისთავად არსებობს ეგრე სად არის, მაგრამ მასობრივად ეს შეუძლებელია, ეს არ გამოვა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოწყვლადი ხალხი, ეს არის არაადამიანობა. შენ რომ ხედავ სოციალური ფსკერიდან წარმოავალ ადამიანს, ხო? ბევრი პრობლემების გამო, იმას კი არ უხარია ისე რო არის რა. ესე აეწყო მისი ბედი. და არა აქვს მორალური კრიტერიუმები ისეთი, რომ მაგალითად ტელევიზორი არ წამოიღოს, ან მაცივარი, ან ოჯახში უჭის ისე საშინლად, რომ თვალებს უბნელებს ეს გაჭირვება, ხო? შენ იმაზე, ცდუნება არის ცოდვა, ძალიან დიდი ცოდვა არის. და რასაც ესენი სჭადიან, ეს არის აი ყოველად მიუღებელი, მაგრამ მე მგონი ნელ-ნელა ეს ექსპონენტად დაბლამოდის, არა? როგორ ატყობთ რადიკალიზმის ექსპონენციალი? კიდევ ერთხელ იმეორებ, როგორც კი სახელმწიფოს მხრიდან მოხდება კანონისმიერი რეაგირება, ეს აუცილებლად ჩაჯდება კანონის ფარგლებში. ანუ მოქმედებები, საპროტესტო აქცია იქნება ეს თუ ასე შემდგომ, თუ რომც გაგრძელდეს, იქნება კანონის ფარგლებში. უკანონობას აუცილებლად უნდა მოყვეს რეაგირება. როგორც კი რეაგირება არ მოყვება, ეს უკანონობა კი არ თავისით კი არ გაქრება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაარმავდება. ამიტომ ნუ ეხლა რასაც ხედავთ ეს ყველაფერი მიდის, არ ვიცი, მინერლებისკენ. ეხლა დაანონსეს ხო 28-ში. ეს კიდე დაანონსების მეთოდიც მაგარი იყო. ნუ ეს კიდე ცალკე თემა არის, ეს როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რა ტექსტი წაიკითხეს და ის ტექსტი, ანუ საზოგადოებამ უფრო ადრე ნახა ის ტექსტი. ვიდრე თვითონ ეს განაცხადეს. ანუ საზოგადოებისთვის prime time-ზე გავცელდა თუ არ წინასწარ გავცელდა რამდენიმე წუთი და სიტყვასიტყვით გაიმეორეს ეს ტექსტი, ხო? ანუ ეს მე დაიბრალა ბევრმა რომ ეს მე დავწერე იასპარტაკ გაითამაშა. რა ინგლისურად დაწერე, ეს ინგლისური ტექსტი გავცელდა, ხო? ანუ ინგლისური ქართველებმა დაწერეს ინგლისურად რომ წაიკითხათ. ანუ ინგლისური ტექსტი გავცელდა და ისა მერე ითარგმნა, ხო? ისა მაგრამ მე უყურებდი რუსთავიორმა გაავრცელა თავიდან, ეს უყურებდი რომ ტექსტი იდო რა უნდა წაეკითხათ 28-ში დაანონსებულ აქციაზე. დაწერა რომ რუსულში მე დავწერო, ალბათ ინგლისურად დაწერა თილამ და აქ სასწრაფოდ გადათარგმნეს. და ბარემ ქართულად დაეწერა პირდაპირ თუ ქართულად ცოტა გვიჭირს ალბათ, არ ვიცი, აქ როგორ არის? ხო, ნუ ეხლა გამართლებას დაიწყებენ, მაგრამ ხო ფაქტია რომ ოპოზიცია უნდა მუშაობდეს ქართულ ხალხზე და მორჩა. მეორე ხარისხოვანი უნდა იყოს რა სიტყვის სოფლიო რა. შენ თუ შენი ხალხი მე გეხარ როგორ ამბანო ჭეშმარიტებას ვამბობ, იცი? უღრმესი მადლობა ბატონო გიორგი გახიანი იყო ჩვენი განათლების სტუმარი. საინტერესო საუბრისთვის, ყოველთვის გელი დიდი სიხარულით. ჩვენ დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გვეყოლება სულ მცირე ხანში ეთერში ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. სულ მცირე ხანში დავუნდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დეკანოზი ალექსანდრე გალდავა შემოგვიერთდა. მოგესალმებით მამაო. სამამშვიდობის. ძალიან საინტერესო დროში ცხოვრობთ, პლანეტა იცვლება და ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა. და ვისაც რწმენა არა გვაქვს, ვტოლვარ რწმენისადმი. და რაღაც სიმყარის მოძებნა და ფეხზე დადგომა მყარზე, როცა გარშემო ყველაფერი ყანყალებს და ცეცხლით არის მოცული. და სულიერებას გარკვეულად წილად მეტი მნიშვნელობა ენიჭება ესეთ გარდატეხის დროს. საქართველოზე ვილაპარაკოთ. ჩვენი სამღვდელოება ყოველთვის დღესაც და მომავალში შეასრულებს ამ ფუნქციას. მაგრამ არიან ქართველები ჩვენი
მოძმეები, ჩვენი დები, რომლებიც ალბათ მე არა ვარ უფლებამოსილი თქვა მათ რამოზით, გზააბნეული, მე თვითონ გზააბნებულმა სხვას როგორ დაუძახო გზააბნ. მაგრამ აი ვერ არიან გარკვეული თუ რა არის სულიერება, რა როლი აქვს ეკლესიას და ასე შემდეგ. და არიან ცრუ ადამიანები, რომლებიც ასევე მათ ანაფორა მოსავ და არ შემილია მე ვერ ვამბობ მასზე, მაგრამ ნუ ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობენ. იცით ვიზეც არის საუბარი. რომ აი ძალიან დამწუხრებული ვარ. აი მინდა რომ თქვენი გამჭრიახე ენით და ტვინით, გამჭრიახე რაღაცა დაგვარიგოთ და გითხრათ რა. რატომ გაჩნდნენ ესეთი მღვდლები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ აი ხა რატომ მიეცათ ამას ესეთი ასპარეზი ბრძოლისა, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ეკლესიასთან? მე მგონი ახლა არ გაჩენილა და აი ჯერ კიდევ თავის დროზე პირველ ეკლესიაშიც სულ განხეთქილება ყოველთვის იყო. თანდებია. ნუ ეს არის ამბიცია ჩვეულებრივი რა ბანალური, როცა ადამიანს უნდა რაღაცა წინსვლა და ამ წინსვლას ვერ ახერხებს თქვათ ეკლესიის შიგნით წიაღში და იწყებს გარედან ბრძოლას, რომ რაღაცნაირად დაიმსახუროს აღიარება. ხო იცით ადამიანი აღიარებითი არსებაა და ყველგან ეძებს აღიარებას. და როცა ეს აღიარება აკლდება ამ ადამიანს, ნუ ნებისმიერს, ხო მით უმეტეს საბეროს და საბეროში ეს კიდე უფრო მძაფრდება იმით, რომ ბერული მარტოობა, ჩაკეტილობა, რაღაც მონასტერი, რაღაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანს, თუ ის სულიერად სწორედ არ ვითარდება. და ნუ ამავე დროს ეს ამბიცია უჩნდება, იმიტომ რომ რაღაცას გრძნობს, რომ მას შეუძლია ბევრი გააკეთოს, უფრო მეტი გააკეთოს და სათანადოდ არ აფასებენ. აი მას არ იყენებენ. ამპარტავნება ხო არ არის ეს? ეს ამბიცია მე საეროენით თქვით, თორე სასულიერო საღვთისმეტყველოს ნეობრივი ღვთისმეტყველებით ეს არის ამპარტავნება და პატიმოყვარეობის ძებნა. ესე იგი პატიმოყვარეობა არის ისეთი რამ უფრო რომელიც ჩანს და ამპარტავნება არის ისეთი ცოდვა რომელიც დაფარულია, მაგრამ არის დედა მთელი ცოდვებისა. ანუ ნეობრივი ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ყველა ცოდვის თავი არის ამპარტავნებაში. მაგრამ ეს ამპარტავნება შეიძლება იყოს დაფარული და ადამიანი იყოს ძალიან თავდაბალი, რაღაც ესეთი წინარი, ხო. ამ დროს შიგნით იყოს რაღაც საშინელი დაბუდებული. ამასთან დაკავშირებით არის ერთი პატარა ამბავი წმინდათა ცხოვრებიდან, რომ ერთ-ერთი მორჩილი ნახა ამბადოროთემ, როგორი უწყინარი იყო, რა ყველა დასცინოდა რაღაც და ეს ხმას არ იღებდა და იღებდა ამას როგორც ჭუმა წყნარად ჭვიდად და მე მივიდა და ეკითხება როგორ მიაღწიო ამ სიმაღლეს და რა სიმაღლეს ესენი ძაღლები არიან მე რა უნდა მიქნა ხო ხტები ყველას ეგოდა რომ ეს როგორი მომთმენია და იოვის მოთმინება და შიგნით არის თორმე ისეთი ამპარტავანი რომ ადამიანებად არ თulis ამას ხო აი ეს არის ამპარტავანება და აი მაგის მსგავსია რომელიც უკვე პატიმოყვარეობა ქვია, რომელიც ჩისლავია რუსულად, რომელიც აი გარეთ გამოხდის რაღაც ეძებს ამ პატივს და სუტაშის კრავდა და საკუთარ თავს უმტკიცებს, ხო? სხვებსაც უფრო უმტკიცებს, რომ აი მაგარია, ძლიერია, მე განსხვავებულად ვიცი სახარება, ხა ჩვენც ხო ხვდებით კოლმეურნეობის თავმჯდომარე როგორ ლაპარაკობს. რომ მე სხვა ვიცი, თქვენ არაფერი არ იცით, თქვენ ზიარება ლოცვასთან დაკავშირებით, ხო? თქვენ არ იცით. მე არ მილოცი ამდენი ხანი, ხო? თქვენ სახარებას ხო არ კითხულობთ საერთოდ. ეს თქვენ ვინ არის არ მესმის. მე ალბათ. მე იცილისთვის მოვედი, შენ მაგისტრის ახლა ვინ ხარ? ხო არა, რა თქმა უნდა. თავრობა მაშინ. არა, ეგ ეკლესიაზე ლაპარაკობს პირდება, მართალი ხარ. ხო, და მაგასაც კი შეიძლება. ნუ პატრიარქამდე ერთ სტოვებენ ამ დროს რაღაც სასწორებლად რომ იმიტომ რომ იციან რომ იმას მოკიდა ხელი ესე იგი ცუდათა მისის საკ ხო და აი ნახე მე სახარებას მე ქრისტე მაკეთ მე იცილისთვის მოვედი ეკლესიაში მე არაფრისთვის არ მოვედი გარდა იმისთვის რომ ქრისტეს საქმე ვაკეთე მე ქრისტესთვის მოვედი ეკლესიაში დიდი ბუდიში მაგრამ ჩვენ ვისთვის მოვედით ეკლესიაში ხო
10-ჯერ მაღაზე უფრო დიდი ხანია მოსულები ვარ და 10-ჯერ მაღაზე მეტი გვიკეთებია, მაგრამ არავის არ გამოსულა, თავზე არ მოუხვევია სხვისთვის, რომ 10-ჯერ ვამბობ, რომ მე ქრისტესთვის მოვედიო, მე უკვე ეჭვი გვეპარება, ხა ქრისტესთვის თუ მოხვედი, ჩუმად უნდა იყო და ქრისტემ ეს გვასწავლა რა, თავარი, რომ სიმდაბლით გაიკვლია შენი გზა, რომ შენმა ხო, მაგრამ სხვა ძლიერ ჩანაფიქრას ფიქრობ. ხო არ სარგებლობს ვიღაც ასეთი ადამიანებით და საჭირო დროს მარიონეტივით შეიძლება ათამაშებდეს კი. ეს არ ვიცით, ეხლა ეგ ცოტა შეთქმულების თეორია. ხო, რაღაც არის სარგებლობით აუცილებლად ისარგებლებს. ხო, ხდებათ ვინ სარგებლობს ახლა. გუშინას პარაკლისი ჩაატარეს ჯვართან, რომელსაც ის ლიბერალები ამტვრევდნენ და ჭყუბობდნენ, რომ აქ არ შეიძლება ჯვარი იდგეს, გახსოვთ, ხო? რა თქმა უნდა. ხო და ახლა იმ ჯვართან ერთად განან. ხო, ეგ როგორ არის? ხო, ეგ როგორ არის? გუშინ ამტვრევდნენ და არც მოინანიეს ოღონდ. არა მონანიებაზე ლაპარაკიზეთ მეტია. მაგრამ ნუ იყენებს, ყველაფერს ხო იყენებს, ადამიანები იყენებენ სხვის, თქვათ, გულუბრყვილობას, ან ამბიციურობას, ან რაღაც უწიგნურობას და შემდეგ თავის პოლიტიკურ დივიდენდებს ამაზე აწყობენ ხოლმე. ეს ძალიან ბუნებრივია თან პოლიტიკოსებში, ალბათ პირიქით კარგიც კი არის. კარგი წახალისებულიც კი არის. აი ამ მასალაში ლიბერალი ხალხი, ხო, საერთოდ დაბრმავდა ჩემი აზრით. შეუძლებელია ვერ დაინახოს სამყარო იცვლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის პოსტულატები, ის თუნდაც ზნეობრივი პოსტულატები, რომელიც ლიბერალებს ჰქონდათ, ან არ ჰქონდათ, ან რაღაცა ფორმულები, ხო, რეალობას აწყდება. და ამ საშინელი ომების ფონზე ერთი ომი ხო არ არის ჩვენს გარშემო. აი იცვლება ეს ყოველივე. ეს ხო ის წესრიგი აღარ არის. თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში აღარ არის სხვა კონსერვატიული სხვა წესრიგი მოდის. ტრამპი ღმერთზე რამდენს ლაპარაკობს და ქრისტიანობაზე, ხო? ამას მნიშვნელობა არ აქვს, სხვათა შორის. კი, როგორ არ აქვს, მაგრამ ის რამდენად სიმართლეს, რამდენად გულწრფელია, ნანაწილში არის გულწრფელი, მაგრამ ნარატივი ეს ფილოსოფია იცვლება. ამას რატო ვერ ხედავენ ჩვენი ეს საწყალი ლიბერალი? ხო, მე არ ვიცი ხე ამის ანალიზს ვერ ჩავატარებ ნამდვილად, მაგრამ ის რომ ადამიანი თვითონ არის ცვალებადი არსება და ის რომ რაც გუშინდელი დღე არის იმის გამეორება ხვალისთვის აღარ შეიძლება და რაღაც გუშინდელი გაკვეთილი უნდა იყოს ხვალინდელი დღისთვის ეს ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ხვალინდელი დღეზე ვზრუნავთ. დიახ. და სხვა ეპოქაში შევდივართ, ხო, რაღაცა ძალიან და ეხლა ChatGPT გამოჩნდა და ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა, სადაც შევდივართ ხელების ცეცებით. ეხლა რა შეიძლება, რა არ შეიძლება, სადამდე შეიძლება ენდო. რა არის ზნეობრივი კოდექსი იქ? მე ბიოეთიკური პრობლემები. რა თქმა უნდა. ხო, ეს სამედიცინო სფეროში რა შეიძლება გააკეთო, გენეტიკური ინჟინერიის, გენოინჟინერიის, რა შეიძლება გააკეთო, რა არ შეიძლება გააკეთო. უკვე ისეთ სფეროში შევდივართ და ამ დროს ჩვენ რაღაც აი მაცივრებზე, ტელევიზორებზე და რაღაც აი ესეთ დონეზე ვსაუბრობთ. როცა უნდა ვილაპარაკოთ მაღალ რაღაც სულიერ ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ ნარატივზე და ნაფიქრალზე რა. ეგ ხა შეუძლებელია ამ ხალხთან. კიდევ ესეთი ამბავი რომ ჩვენი სამღვდელოება რატომ არის რა არ მოსწოთ? აი ერთხელ ამბობ რომ ჩვენი ერთი ამბობდა ერთი პერსონაჟი რომ მუქები არიანო აი იქო კათოლიკურში შეიძლება დაჯდეოს კამზეო და აქო არ შეიძლება მუქები არიანო და მე კათოლიკური დანახი მაქვს და იქო მარიამობა ძალიან ფერადი 60 ემოსათო. სხვა დღესასწაულებზე ჩვენი სამღვდელოება ნანახი არა აქ ეთყობა. აი ზედაპირული საოცრად პრიმიტიული აღქმა. ხო, ვიცით რა არის უცნაური რა არის, როცა შენი ინტერესის სფერო ეს არ არის. აი რატო ლაპარაკობ, ხო? აი მე მაგალითად ფეხბურთზე არ ვლაპარაკობ, არ ვიცი ფეხბურთი. მე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ სამაგეროდ რეგბზე ვერ ვლაპარაკობ, ვერაფერს ვერ ხვდები რა ხდება. ვიცი რომ დადებენ მიხარია და მე მაგრამ არც ლაპარაკობ. არც ლაპარაკობ, პირიქით საქართველოს როცა იგებს მიხარია და გულშემატკივრ, მაგრამ ჩუმად გულშემატკივრ, მაგრამ მისი განხილვა არ ვიცი, არ მაინტერესებს. ასევე აი თქვა სამღვდელოების ცხოვრების წესით რო ინტერესდებიან. აი მე მაგალითად მოლას ცხოვრების წესით არ ვინტერესდა არა მანქანა ყავს, არ ამდენი ბინა აქვს, ან ცოდავს თუ არ ცოდავს, ნარკოტიკს იღებს თუ არ იღებს, არ მაინტერესებს, ჩემი სფერო არ არის. და შენ თუ ეკლესიის წევრი არ ხარ, რატო გაინტერესებს? ეკლესიის წევრი თუ არ ხარ, რატო გაინტერესებს? თუ ის კანონს არ არღვევს, კანონის დარღვევა კიდევ სხვა რამე.
მაგრამ ის რომ ეკლესია არ მოწონთ რაღაცებში, ეს არ არის ცუდი. და კარგია ჯამრთელად თუ ადამიანი წუხს იმაზე, რომ ეკლესიაში რაღაც ისე არ არის, რაღაცა ეს სასულიერო პირების განათლება არ მოწონს, ხარისხი არ მოწონს, ქადაგება არ მოწონს. ოღონდ კეთილად, ოღონდ კეთილგანწყობით უნდა იყოს ეს და ერთი ამბობდა რომ რაღაც ძალიან ლანძღავდა სასულიერო პირს და შენ გახდი ქრისტიანი. ქრისტე მე კი არ დამავალა მარტო ქრისტეს გზაზე. ყველას დაავალა. შენც და გავალა რომ ქრისტეს გზაზე. თუ მე არა ვარ მაგალითი, შენ იყავი მაგალითი. მაგრამ შენ გაურბიხარ საერთოდ სულ არ გაინტერესებს. წარმოიდგინე მხოლოდ მაშინ გახსენდება როცა სალანძღავად გინდა მიტინგზე გამოდიხარ ხო? ხო, ან მიტინგზე გამოდიხარ, ან სადმე. მაგრამ თავისთავად ის რომ ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი. იქ სადაც სიცოცხლეა, იქნება შეცდომა, ცოდვაც, ისმის დაპირისპირება, ყველაფერი იქნება. იმიტომ რომ ესეა მოწყობილი ადამიანთა საზოგადოება, რომ 64 მხოლოდ 64-შეა და მიწაზე ყოველთვის იქნება დავა, პრობლემა, დაცემა, წამოდგომა. თავარია რომ თავარია ის ვექტორი იყოს სწორი. თავარი ვექტორი, რასაც პატრიარქს მიყავს, ხო? ეკლესია დღემდე მიყავს, ხო? ეკლესია ეს ვექტორი იყოს სწორი. თავარი ეპისკოპატის იყოს სწორი, სამღვდელოების ნაწილი იყოს სწორი მიმართულებით. თორე განსხვავებული აზრები ექნებათ ამ სასულიერო პირებს და აქვთ კიდევაც და ჩვენ შიგნით დაპირისპირებული გვაქვს. მაგალითად, არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ქადაგებად არ მომწონს საშინლად და მგონია, რომ ფანატიზმია ეს და დამღუპველია ადამიანისთვის. მაგრამ იმასაც აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ იმან ესე დაინახა ქრისტე, ესე გონია, რომ კანონს თუ ზუსტად შეასრულებს, ის უკვე ცხონებულია. თუმცა აი გამოჩნდნენ ადამიანები, ევროპელი ასე ვთქვათ, მოძულები, რომლებიც აი ხშირად სვავს შეკითხვას, მაგალითად მივიღეთ კანონი LGBT თემის პროპაგანდის აკრძალვისა ბავშვებში. როგორ შეიძლება ეს და მოითხოვა ევროპამ ამის აღდგენა, ორი კანონის აღდგენა გაუქმება მოითხოვა, ერთი არის განჭვრალების შესახებ, ეგრეთ წოდებული კანონის შესახებ. მეორე ეს მახსოვს ხო? წესით ხმარ უნდა მოიღოთ, რომ იცნობდნენ ჩვენს ქვეყანას, ამაზე ხმარ. ხო და რო ეკითხები, რომ აბა ეს როგორ არის? არა, ყველა აი პასუხები არა გასაოცარი რა, რომ ეს არ არის გასაოცარი, მოგონილი პრობლემაა და ასე შემდეგ. ჩუმად არიან ხოლმე ძირითადად. ეს მე მგონი უბრალოდ რაღაცნაირი კავშირი აქვს მაგათ სამსახურეებრივი. ნუ არა სამღვდელო, არამედ კიდევ აქვს გვერდზე რაღაც ჟურნალებში მუშაობენ, რაღაც გამომცემლობაში არიან, რაღაც საჯარო ლექციებით ასაქმებენ. გესმით? და ამ დროს ესეთი ტიპის სასულიერო პირს თხოვენ, თქვათ, ისინი თხოვენ, რომ ეს კომენტარი მისცეს და რაღაც იყოს მათი იდეოლოგიის გამტარი. და ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად სინთეზი გააკეთოს ქრისტიანულ მოწყალებასა და აი არ გამოვა. ხო, როგორ გამოვა, არ გამოვა, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია პროპაგანდაზე და არა იმ ადამიანზე. არა, პროპაგანდაზეა ბავშვებში LGBT თემის პროპაგანდის აკრძალვა. რა უნდა იყოს ახლა? ამას როგორ უნდა არ ვიცი მე უბრალოდ რა. ხო, ნუ წვალობენ ზეთი და წყალი არ ერევა, მაგრამ რაღაცა ურევენ და ერთ ჭურჭელში თავსდება რა. როგორ აფასებ თქვენ მამაო აი ეკლესიაში მტკიცეთ რომ დგას და იდგება ეგ ბიბლიური ჭეშმარიტება, მაგრამ დღეს მდგომარეობა როგორია? ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება სუვერენიტეტისკენ იბრძვის. ეგ დათელია და ცხადია, რომ ომი არ დავიწყეთ, უკუაგდეთ ყველანაირი მცდელობა. ეკლესია გვერდით უდგას, რა თქმა უნდა. ეკლესიაში როგორ არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის საქმე? ჩვენ ხედავთ ახლა მე რა თქმა უნდა გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, თუნდაც ვიზეს ვლაპარაკობთ. ნებსით თუ უნებლიეთ ოპოზიციის საქმეს ასრულებს. როგორ არის ახლა მთლიანად მდგომარეობა? ხო, გეუბნებით იმის რასაც სწორი ხაზი ქვია, თქვათ რასაც პატრიარქი აკეთებდა, პირველ რიგში რელიგიური და მეორე რიგში ეროვნული. იმიტომ რომ ქართველებს ერთი და იგივე იყო ყოველთვის. ერთი და იგივე იყო, მაგრამ აქ შეიძლება რაღაც ურაპატრიოტიზმიც იყო და ყველაფერი გადაიყვანონ მერე რაღაც ქართულ და ეს საერთოდ ჩვენს მართლმადიდებლობაში როგორც ეთნოფილეტიზმი, ესეა ერეტიული მიმდინარეობა, რომ ადამიანი არჩევს თავისი ეთნოსით სარწმუნოებას და მერე ქართული მართლმადიდებლობა და ქართული და ჩვენ
ვართ და ამან ეს არის ჩვენთან და ძალიან ცუდია ეს. ამიტომაც რწმენა პირველ რიგში ქრისტეა და თუ გადავხედავთ პირველი წმინდანები სულ უცხოელები იყვნენ, არაბები, სომეხი, კაპადოკიელი, რა ვიცი, ეს სპარსი, ხო? ყველანი და ასე რომ ჩვენ პრობლემა არ გქონდა ეს რომ უცხო ტომის იყოს შენი წმინდანი რასაკვირველია ხო ეხლა უბრალოდ გაბოროტება რუსეთზე და რუსი წმინდანების ხსენება არ შეიძლება ხო მაგრამ მისდევენ ამას მგლები არა მგლები არ მისდევენ მაგრამ ემრეულს ეთყობა ხო რა საუცნაურია ხო ხო ნუ აი წარმოუდგენელი მართლმადიდებელი ის მართლმადიდებლური ქვეყანა ისიც რამდენი ისე ჩვენ წმინდანებს ისე მართალი გითხრათ რუსეთს წმინდანები ყავს ეს ძერჟავნიკები რა ყველა არა მაგრამ ისინიც ისე თავის ქვეყანას იცავენ და აუ ჩვენი ქვეყანა ძლიერი სვიტაე რუს არის რაღაც იდეოლოგია მასკვა ტრეტირიმ და მე ამით იწყება გამართლება სხვა ერების ჩაგვრის და დატყვევების და ვითომ ქრისტიანობის შეტანით ხომ და გავრცელებით და მისიონერობით ბარბაროსებში ხო არა ბარბაროსებში ხა ჩვენც ბარბაროსში ხარ ვიყავით გაგვიუხვეს პატრიარქად ხო მაგრამ ეს არის მაგრამ ვიყავთ კაცო სტარცების ძალიან დიდი ინსტიტუტი და ხო და მე მართალი გითხრა მე ვიცნობ ბევრს და ის სამყარო კარგად ვიცი და ძალიან ბევრი არის ძერჟავნიკი რა აი ძალიან ბევრი არის ძერჟავნიკი მაგრამ რაღაცა ამ წმინდანებშიც უნდა მოასშორო ეს ძერჟავნიკული თემა და რაღაც ქრისტიანობა რაც აქვს ის უნდა მიიღო იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ძვირფასი და კარგი აქვს რა ჩვენთანაც არის ბევრი ესეთი ჩვენც ახლა ბოლოს და ბოლოს თუ მართლა გულზე ხელს დავიდეთ და 24 საათი გავიძახით ნიკოფსიიდან დარობანდამდე და ეხლა საქართველოა დარობანდამდე რეალურად არ არის ხო და ესე იგი ჩვენც ხო თავის დროზე იყო კი ბატონო არა საქართველო იყო დაპყრობითი ომი ქონდა და იმიტომ და არა იმიტომ რომ არა იქ არისო ჩვენ ვასალები იყვნენ ჩვენ კი ბატონო ხო და ვასალური ქვეყანა ანუ დავიფყარით ხო მივედით კასპიის ზღვამდე და ამ გადაიჭიმა სამხრეთი მაშინ ალბანეთი იყო იქ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ნუ ეხლა არ იყო აშკარად ხო მაგრამ დღემდე ხო ამბობთ ამას ჩვენმა წმინდანაც მართლა ნიკოფსიიდან დარობანდამდე რაღაც ეხლა ვიღაცისთვის ძერჟავნიკული იქნება ესეც რა და ეს რაღაცა უნდა მოვაშოროთ ხო სხვა თვალით უნდა შევხედოთ ხო პატრიოტი მაშინ ხარ შენ როცა შენ ქვეყანა სხვა ქვეყანებთან ერთად გიყვარს რა და სხვა ადამიანებთან ერთად სხვა ნაციებთან ერთად საერთოდ ადამიანი გიყვარს მორწმუნე მაშინ ხარ ხო მაშინ ხარ მორწმუნე როცა ადამიანის ხედავ იმაში და არა ნაციონალობას ეხლა აი ეს საშინელი სურათი გვაქვს ამ ხრივ როგორი წაბილწულია მეტყველება ხო როგორ ლანძღავენ ანუ ეს ეროვნება არის სალანძღავის ხო რუსი ხარო რომ მითხეს რუსი რომ დამიძახეს მე ვერ აღვიქვი რომ ეს რაღაცნაირად ჩირთუ შეურაცხყოფა არა შეურაცხყოფა ნებისმიერი ეროვნება რომ დამიძახეს გერმანელი იმ რუსში გეუბნება რომ რუსის პოლიტიკის მატარებელი ხარ გიცმის ამას გულის რუსი დერჟავნიკი ხარ ეგ სხვა არის ხო და ამას გულისხმობს და ამიტომ არის შეურაცხყოფა ძალიან არაკორექტული რუსი და ნებისმიერი ნაციის რო იყო რა მოხდა ჩემ მეგობარს რუსი მშობლები ნათესავები ყავს ახლობლები ყავს მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და შერეული ოჯახები ეხა როგორ შეიძლება ვინმეს დედას დას და იმას უთხრა რუსი არის დამამცირებლად ხო შესაბამისად მე იმის მამინდა რომ ჩვენ მაინც რაღაც გარკვეულ კვანძის გახსნამდე მივდივართ ეს ესქატოლოგიური საკითხები. აი მე დამავიწყა ის ხაზი ეკლესიის რომ მკითხე რომ დავასრულო. ეკლესიის ხაზი, პატრიარქის, მოსაყდრის, ქორეპისკოპოსების, საპატრიარქოს ხაზი. აი ამ მომიტინგებს უნდათ რომ და ვინც ყოველთვის ბუნტაობდა, თუ გახსოვს ბუნტაობის ბუნტარების სასულიერო პირების ხო შიდა ბუნტი სადაც იყო ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რომ პატრიარქი და საპატრიარქო განეყოთ ერთმანეთს იმიტომ რომ არ ყოფნით ძალა პატრიარქს დაუპირისპირდნენ ესე ამბობს იცით პატრიარქს ატყუებენო და სხვა რაღაცებზე აწერიებენ ხელს ესე იგი მეოფესიოს ეძახის ეგზარქოს და პატრიარქის დანიშნულია და პატრიარქს ეძახის რომ უწმინდესი და წმინდა კაცია და რაღაცა ყველაზე დიდი პიროვნებაა და ატყუებენ თვითონ დაწერა ხელი და თვითონ აირჩია 8 წლის წინათ ხო ვერ მოატყუებდნენ ახლა როგორ მოატყუეს ხო ნუ აი ესეთი აი კაზუსებში არიან თვითონ კალამბურებში მაგრამ ეს ხაზი მიდის და ეკლესიის დიდი ნაწილი თავარი ჯანსაღი ნაწილი ამ გზაზე დგას ჩვენ გვაქვს პატრიარქის გზა მანამდე ძველი პატრიარქების გზა
და დღეს გვაქვს აი ეს მოცემულობა, რომ უკვე 50 წელია პატრიარქია არის ყველაზე დიდი საქართველოს ისტორიაში, სხვათა შორის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, სამხელა პაპი არ ყოფილა ამდენ. პაპები ძალიან მალე იცვლებოდა. ძალიან მალე იცვლებოდა. არც კონსტანტინოპოლის ეკლესიის, ბევრ ეკლესიებში, მე არ მახსენდება, მაგრამ ჩამიტარებ ამ ხსნის მანძილზე. ხო და ეს ხო ღმერთისგან არის მოცემული. ჩვენ თუ მორწმუნეები ვართ, ესე ვიწროთ ხო არ უყურებთ სამყაროს, არ უყურებთ ფართოდ. იცი რა ამოვლენა, ეხლა რაღაცა რო ხდება, ამოვლენას აქვს ორი მხარე. ერთია ის ჩართულობა შენი ემოციები, მაგრამ როცა გაჩერდები, დაწყნარდები, დამშვიდები, ცოტა გლობალურად რო შეხედავ, დაინახავ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გაკეთდება რა. კი. ამიტომ თუ მორწმუნე ხარ, სადამდე შეგიძლია აკეთებ, მაგრამ სადამდე აღარ შეგიძლია, აღარ ნერვიულობ და ღმერთს მიანდობ რა. და უკვე ღმერთი აკეთებს შენი ხელით რა. ან სხვისი ხელით. აი სხვათა შორის ერთი თქმაც კიდევ, აი ამ თემაზე, რომ ღმერთი ჩემი ხელით აკეთებს რაღაც. იქნება არ უნდა ღმერთმა რომ შენი ხელით გააკეთოს. იქნება სხვისი ხელით უნდა რომ გააკეთოს. ამიტომ არის რომ სიყვარული არ შეიძლება ძალადობდეს. ეგოისტური. მე მინდა რომ გაგიკეთო შენ და უნდა გაგიკეთო. არ მინდა რომ გამიკეთო. მე მინდა რომ სხვამ გამიკეთოს. ამიტომაც იცი რა არის, თქვათ ეკლესიაში არის მოძღვარი, ხო? და ყავს წინამძღვარი. ის ფიქრობს რომ არა მე რო წინამძღვარი ვიქნები უკეთესად გავაკეთებ. ან არის ბერები, აი ეს კატეგორია ბერების, არქიმანდრიტების, ხო? რომელსაც უნდა რომ ეპისკოპოსი გახდეს და იცი რა, მაგრამ მოვაწყობეთ ეპარქიას, არც ერთი ეპისკოპოსი ესეთი არ იქნება. და არ გიშვებს ღმერთი რომ შენ ეპისკოპოსიო. არა, მას გონია რომ ინტრიგები არ უშვებს. კი ბატონო, მაგრამ ღმერთის ხელი ურევია იქ, რომ შენ არ მიხვიდე იქამდე. კი ადამიანების ინტრიგები იყოს, არ მიგიშვეს, მაგრამ ღმერთს თუ უნდა ვინ დაუდგება წინ? რა? ლოგიკურად, აი რა, იოლია მორწმუნე მართლა მორწმუნე ადამიანი. რატო იცი? იმიტომ რომ თუ შენ ჩათვლი, რომ მარტო შენ კი არა ხარ, სხვაც არის. და ღმერთს სხვა რჩეულებიც ყავს, როგორც ილია წინასწარმეტყველი ემუნებოდა, ყველა წინასწარმეტყველი მტარია და ვიღა დაგიცავს შენ და ვინ იტყვის ჭეშმარიტებ. შენისთანაც 7000 მყავს. გამიგე, რომელიც შენ არც იციო. ანუ ეს ის რომ სხვებიც კარგად გააკეთებენ და შენზე უკეთესად გააკეთებენ, ამის სიმდაბლე უნდა გქონდეს ადამიანს. იმიტომ გეუბნება ქრისტე რომ სიმდაბლით იარე, იყავი მყუდრო ადამიანი, გრძალული, მით უმეტეს ბერი. გრძალულების სიმბოლო უნდა იყოს, ხო? და სიმყუდრობის უწყინარობის სიმბოლო უნდა იყოს. მონახუს მარტომყოფელი წარმოედგინე, რომელიც დაჩაგვრად მოწყვლადი უნდა იყოს, რომელიც დაჩაგვრად შეეძლოს ყველას. აი ვინც გაივლის, წამოარტყას, მიარტყას, ესეთი ტიპაჟია ბერი. პირველი ბერები რო იყვნენ, ხო რა, რისთვისაც წავიდნენ მონასტრებში. იმიტომ რომ პირველი მონასტრები ჯერ ესეთი იყო ერიდან გაქცევა, იმიტომ რომ დაიწყეს გაქცევა ერიდან, იმიტომ რომ ერში გახდა პოპულარული. ქრისტიანობა. და აპარტავნებას გაექცნენ. აბა რა, და პატივი იყო რომ ქრისტიანი ხარ, ქადაგება იყო პატივი, იმპერატორის გვერდზე ქსვავდნენ, რა, ჭერმეტყველი იყავ, ეს იყო. ამას გააურბოდნენ ისინი. რომ არ გვინდა ჩვენ ეგეთი ქრისტიანობა არ გვინდა აპარტავნებას, ხო? ეს იგი მე რომ კაბამაშია ბერის, ხო? და შენ პატივსცემ უკვე და მსვავ და მაჭპევ, მასმევ და მე ხელის გულზე მატარებ. არ მინდა და ამიტომ გავარდნენ პირველი ეგვიპტელი ბერები, პავლეთი ბაიდელი, მაკარი ეგვიპტელი, ანტონი, ხო? და ამას გაექცნენ და პირველი ბერები ბუხდლები არ ხდებოდნენ მაგითო რომ ბუხდლობის პატივი არ ქონოდა პირველი ბერი ვინც ბუხდელად აკურთხეს იყო საბა განწმენდილი უკვე მე-5 საუკუნეში რა გვიან ხო და მონასტერში ერთი იყო ესეთები და ნუ მე ისტორიული ვითარებების გამო ეს ბერები დაბრუნდნენ მე ქალაქში შეიქმნა მონასტრები სტუდიის მონასტერი იყო გენიალური თქვათ კონსტანტინოპოლში სადაც იზრდებოდნენ მე იმპერატორის შვილები იქ იყო სასწავლებელი იცით რომ მონასტერი იყო განათლების კერა იქ იყო გადაწერები წიგნების და ითარგმნებოდა მოკლედ ცენტრი იყო და ამიტომ ელინისტური ფილოსოფია ლიტერატურა ყველაფერი იქ თარგმნებოდა და იქ ისწავლებოდა და გადაეცემოდა აი პლატონის და არისტოტელეს და ბერების გადაწერით არაბებმა და ბერებმა გადააჩინეს არაბებმა მერე გადაწერეს ეს ბერძნული ზოგი ხო დაიკარგა კონსტანტინოპოლის ზოგიერთი მე ზუსტად არ ვიცი რომელია და რომელი არა მაგრამ კათოლიკებმა ხო აიღეს ძალიან ბევრი ცუდი რამე მოხდა
ხარაზე ამბობ? ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ხო დაეცა კონსტანტინოპოლი და არ კონსტანტინოპოლი 1204 წელს დაეცა მეოთხე ჯვაროსნული გაანადგურეს ძალიან ბევრი იქ ყველაფერი გაანადგურეს და ყველაფერი წაიღეს მაგ დროს ეს ხელნაწერებიც ხო კი გაანადგურეს კი ბატონო მაგრამ მანამდე ქრისტიანებმა გაანადგურეს ალექსანდრიის უმწყინვალესი ბიბლიოთეკა აი ფანატიკოსმა ქრისტიანებმა აბა რა იყო ხო კი ბატონო უღმეს მადლობა მამაო დეკანონზე ალექსანდრე ლავდავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მეგონი ღვთისმდებით ყველაფერი კარგად იქნება რა ჩვენს პარასკევს შევხვდებით